გამარჯობა ეთერშია რადიო თავისუფლების ყოველდღიური პროგრამა საუბარი თავისუფლებაზე. Გადაცემა მიმყავს მე გოგი გვახარიას. ტატო ჯინჯიხაძე არის დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ ძალიან საინტერესო კვლევაზე, თამბაქოს მოხმარების დაწყების მიზეზები ახალგაზრდებში. კვლევას ორი ავტორი ყავს, ბატონი თენგიზ ვერულავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სტუდენტი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი დავით ნემსაძე. დათი არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და დავითი შეიძლება ითქვას კვლევას ატარებს ესაუბრება რა თავის თანატოლებს ფაქტიურად რესპონდენტები ბატონ დავითის და ამ კვლევის ავტორების რესპონდენტები არიან ქართველი თინეიჯერები. რატომ იწყებენ ისინი მოწევას, თამბაქოს მოხმარებას? ეს მართლა ძალიან საინტერესო საკითხია, ძალიან მტკივნეული საკითხია. იმ მიზეზების გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში, საქართველოში და ალბათ პირველ რიგში მინდა კითხო, ასეთი სახის კვლევები ალბათ ტარდება დასავლეთშიც, ძალიან საინტერესოა ის დასკვნები, საინტერესოა რამდენად ემთხვევა თქვენი დასკვნა იმ დასკვნებს და რითი გამოვირჩევით ჩვენ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობას გადაგიხდით თქვენს მოწვევისათვის. რაც შეეხება კვლევას, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა არის თვისებრივი ხასიათის და მისი მიზანი არ არის სრულ ერთობლიობაზე, ანუ პოპულაციაზე განზოგადება შედეგების. თუმცა მიღებული შედეგები ცხადად ამბობს იმას, რომ ის ასახავს რეალურ ტენდენციას და ეს ტენდენცია ახალგაზრდებში რაოდენობით ვლინდება. სწორედ ამით უნდა დაინტერესდეს რაოდენობრივი კვლევა. სწორედ ამ რაოდენობრივი კვლევის ხაზით საქართველოშიც წარმოებულა კვლევები მოხმარებაზე და ახალგაზრდების 54%, რომლებიც იმყოფებიან სკოლის პერიოდში, მოიხმარენ თამბაქოს. რაც შეეხება მსოფლიოში ასეთი დიდი შედეგები არ არის, თუმცა რაოდენობრივი კვლევები უფრო სჭარბობს თვისებრივს. ამდენად მე მოდი განსხვავება უთხრათ მაინც რადიო მსმენელს ძალიან მოკლედ რა არის რაოდენობრივი კვლევა და რა არის თვისებრივი. კი ბატონო, რამდენადაც ტექნიკურ ტერმინებით რომ არ დავტვირთოთ მსმენელი, ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თვისებრივი კვლევის ორიენტირი არის ორიენტაცია მიზეზებზე და ეს მიზეზები შესაძლოა გამართლდეს არა დიდი რიცხვის შედეგებზე, არამედ ერთეულებზე. თუმცა ეს ამ ერთეულების მზარდი სტატისტიკის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ძალიან რეალურ ტენდენციას. რაოდენობრივი ნიშნავს ისეთი შედეგების მიღებას, რომელიც გენერირდება ფართო მასებზე, ფართო მოსახლეობაზე. მარტივად რო გაიგონ, ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ საარჩევნო სოციოლოგიასთან, როდესაც ტარდება პოლიტიკოსების რეიტინგები დგინდება, კომპანიები გამოეკითხავენ დაახლოებით 1000 ადამიანს და ამ 1000 ადამიანის ხმა წარმოადგენს 3 მილიონი ადამიანის ხმას. ამდენად ეს განსხვავება. ეს შესაბამისად რესპონდენტთა რიცხვიც მცირე არის თქვენი კვლევის, ხო? და არა მხოლოდ რესპონდენტთა რიცხვი არის მცირე, რესპონდენტთა მცირე რიცხვი გამომდინარეობს მისი ხასიათიდან, რამდენადაც თითოეულ რესპონდენტს უნდა დაეთმოს ერთ-იგივე დრო. ერთ და იგივე დრო და რამდენჯერმე მეტი ვიდრე რაოდენობრივი კითხვის შემთხვევაში. 4 ყავთ მე მგონი და 2000 რო იყოს და 3000 უბრალოდ ამდენს ვერ დაუთმოვდით. თუ მთელი ცხოვრება გავაგრძელებდი ალბათ. ისე რა დიდი ინსტიტუტები რომ მუშაობდეს ამაზე და უფრო მეტი კვლევარი თქვენ ორი ადამიანი მუშაობდით ფაქტიურად თუ დამხმარებელი ხართ. საველსო მუშაობი ვაწარმოე მე, თუმცა პროექტი გაკეთდა ჯანდაცვის სოციოლოგიის ფარგლებში და თენგიზ ვერულავა ხელს მიწყობდა ასევე ლიტერატურული მასალების მოძიებაში და ყოველმხრივ ტექნიკურ დახმარებას იწევდა. დათვი თქვენ ამ თქვენი პროექტის, თქვენი კვლევის ბოლოში აღნიშნავთ, რომ მიესალმებით საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედებას და შეიძლება ითქვას, რომ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშეწყობა და რა ვიცი გამკაცრებაც. პრინციპში გამკაცრებას რაც შეეხება
არის ჩვენთან კანონიც კი არის თან 2018 წელს არ მეუღიათ ეს უფრო ადრეც მიიღეს რომ 18 წლამდელებზე არ უნდა გაიყიდოს ამდენად სახელმწიფოს პოლიტიკა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა როგორც მეურვის საზოგადოებაზე არც თუ ცხადად პრაქტიკაში ტარდება რამდენადაც ჩვენ ვიცით აი ზუსტად ეს 52% 2016 წელს ჩაატარა კვლევა დაავადებათა არაგადამდებელ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ამ 52% ახალგაზრდებისა დაესვა შეკითხვა მათ რამდენად ადვილად მიუწვდებოდათ ხელი თამბაქოზე და მათ აღნიშნეს რომ სრულიად მარტივად შეეძლოთ თამბაქოს მოპოვება. ამდენად გამკაცრება და შემდგომ აღსრულება აუცილებელია. ხოლოდ გამკაცრება არაფერს. მაგრამ მე მესმის რომ ალბათ ამ კვლევის წაკითხვის შემდეგ ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მიზეზებზე ალბათ ვიდრე შედეგებზე და მიზეზი ის არის რომ უბრალოდ რადიო მსმენელს ვეტყვი ბოდიში რომ ვიმეორებ თქვენ კვლევა წავიკითხე რომ ახალგაზრდები ამბობენ რომ ცნობის მოყარეობა იყო ძირითადი მიზეზი რატომაც გასინჯეს თამბაქო ანუ აინტერესებდათ ხო 4-ვე მე მგონი ეს გითხრათ ახლა ეს იყო ინტერესი იყო მაგრამ ეს ინტერესი როგორც სოციოლოგმა დაინტერესდი იმ ასპექტით როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების ორგანიზების ფორმებში როგორ შემოდის ერთი ადამიანის ქცევა და არ მხოლოდ ერთი ადამიანის არამედ მთლიანად კულტურის და დასრული თაობის ქცევები როგორ გადაეცემა და დაისწავლება ახალგაზრდა თაობას და ამდენად ჩვენ შეგვიძლია ფროიდის თეორიაც გავიხსენოთ როცა ამბობს ფროიდი რომ ადამიანი რამდენადაც ის არის ძუძუმწოვარი ის არა მარტო ჭამით არამედ სხვა სახის ორალური სიამოვნებებით განაგრძობს ცხოვრებას და ამდენად თამბაქოს ამ ორალურ სიამოვნებაში გადის თუმცა აქ ამ ქცევის დასწავლაში მე როგორც სოციოლოგმა მინდა გამოვკვეთო სოციალიზაციის და მიკუთვნებულობის საფუძველი მასლოუს პირამიდა რო გავიხსენოთ პრინციპში თქვენ აქცენტს ამაზე აკეთებთ და როგორც თავარი არის ეს კი თავის დროზე როგორც ემილ დიურკემმა დაიწყო თვითმკვლელობის ტიპების შესწავლა და ფსიქოლოგებს უთხრა ცოტა ხანი გვერდით გადეკით ახლა სოციოლოგები მოგვიშვიდა ამ საკითხებში და თავის დროზე ფსიქოლოგიაც კრიტიკულად მიუდგა რატომ უნდა მოიკლას ადამიანმა თავი სოციალური ფაქტორების გამო თუმცა ეს დიურკემმა შეძლო და თავის დროზე დაამტკიცა და გამოკვეთა თვითმკვლელობის ტიპები რომელზეც ზეგავლენა სახდენ სოციალური ფაქტორები და მასლოუ რო გავიხსენოთ მასლოუს ღირებულებათა პირამიდაში თვითაღიარება და მიკუთვნებულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამდენად ახალგაზრდა როდესაც იმყოფება საკუთარი მოზარდობის პერიოდში რომელსაც შეგვიძლია ბიოგრაფიკულად კრიზისული პერიოდი ვუწოდოთ კრიზისულ პერიოდში ის როცა წარმოადგენს თუ ბიჭი არის თავს კაცად ასე ვთქვათ ხო? კი. და ამ ქცევას ხედავს როგორც სოციალურად რეპუტაციულ ქცევას და ამდენად იმისათვის რომ მან სხვაზე მოახდინოს დადებითი გავლენა და ორიენტაცია ზუსტად ამ პერიოდში აქვს სხვათა მიმართ რამდენადაც აუცილებლობა დგება აღიარების, მიკუთვნებულობის ადამიანისათვის ეს საკმაოდ ძირითადი მოთხოვნილებაა რომ მას გააჩნდეს იდენტურობის განცდა რაიმე ყველა ადამიანის და ახალგაზრდებს მით უფრო აი მან ის შეინიშნა რომ ბიოლოგიური ფაქტორების და იმის მიუხედავად რომ 4-ვე რესპონდენტმა აღნიშნა რომ პირველად მოწევა უარყოფითად რეაგირებდა მათ ფიზიოლოგიაზე ისინი აგრძელებდნენ ამ ქცევას ზუსტად იმიტომ რომ ამ ქცევას მიმართავდა იმ ახალგაზრდების დანარჩენი ნაწილი რომელთან ურთიერთქმედებაში იმყოფებოდნენ ესე იგი პრობლემა სწორედ სოციუმის არის თუ არ ამგონია რომ მაგალითად მექსიკაში ამ გარეთ უკვე იმდენჯერ თქვი ამ კიდე გავიმეორებ ითვლება არა მარტო ცუდ ტონად მოწევა არამედ როცა ახალგაზრდა გააბოლებს ესე იგი ადამიანებს გონიათ რომ ეს არის რაღაც ძალიან დაბალი სოციალური ფენის საწყალი გაჭიროებული ადამიანი ეცოდებათ ის ვინ სიგარეტს ეწევა ჩვენთან აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა და როგორც ხვდები მაინც საზოგადოების პრობლემა არის კი საზოგადოების პრობლემაა და ჩვენთან უნივერსიტეტში არაერთი ლექტორი ამბობს რომ სოციოლოგები ვართ საზოგადოების თერაპევტები და სწორედ ამიტომ არ უნდა დაიზაროს სოციოლოგმა გამოკვეთოს სოციალური ურთიერთქმედების როლი მასეთ სიტუაციებში. რაც შეეხება კითხვა რა ესე იგი არა ამას უფრო ესე იგი ადამიანებმა ვინც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ალბათ პირველ რიგში მაინც ჯანმრთელობის სამისწრომ ალბათ მაინც უნდა იფიქროს იმაზე თუ რატომ შეიძლება ამაზე არსებობდეს დაკვეთა ანუ რატო შეიძლება საზოგადოება უკვეთავდეს ახალგაზრდას რომ მან უნდა მოწიოს სიგარეტი აი ჩვენ უნდა გავიხსენოთ სხვადასხვა თამბაქოს მოხმარება ისტორიული კონტექსტი ისტორიულ კონტექსტში თამბაქოს მოიხმარდნენ მაღალი ფენის წარმომადგენლები და ამდენად მგონია რომ საზოგადოების ცნობიერების რაღაც დონეზე ეს ქცევა მაინც დალექილი არის როგორც პრესტიჟული
პრესტიჟული ქცევა, რომელსაც მიმართავს საკმაოდ შემდგარი და მომწიფებული პიროვნება. ზუსტად ეს საფუძველი უდევს ახალგაზრდების რამდენადაც ახალგაზრდამს არ აქვს მკაფი ორიენტირების, მარტივად შეიძლება მოწყდეს საკუთარ ღირებულებით ღერძს. თან იმ ფონზე, როცა თამბაქოს მოხმარებას, ამგვარ ქცევას მიმართავს მშობელი, უფროსი მეგობარი, კვლევებში აღინიშნა, რომ პირველად, როცა თამბაქოსადმი ინტერესი გაუჩნდათ ახალგაზრდებს, ისინი იყვნენ 12-13 წლის ასაკში და ამ ქცევას ხედავდნენ 15 წლის მოზარდების მხრიდან. რამაც იქონია მათზე ზეგავლენა და აღიქვას როგორც ზრდასრულობის გამომხატველი ქცევა, მაგრამ იმ 15 წლისას თუ უკითხავთ თუ ვისგან აიღეს მაგალითი, ისინი გაცილებით უფროსი თაობისგან აიღებდნენ ამ მაგალითს. თქვენ აღნიშნეთ ინსტინქტების შესახებ ვისაუბრეთ, ფროიდიც ახსენეთ. რამნაირად შეიძლება ამ ინსტინქტის ჩანაცვლება რაღაც სხვა რამით, ну როგორც ეს სპორტს თავაზობა. აი სხვა ჩანაცვლებას რაც შეეხება. იქ ერთმა მოზარდმა აღნიშნა, რომ სტრესის დროს დღეში დაახლოებით 4 კოლოფამდე სიგარეტს ეწეოდა და შემდგომ აქვე კომენტარი დაურთე კვლევის ანგარიშში, რომ ჩვენ არ ვიცით მოზარდს რომ არ მოეხმარა, რომ არ დაესწავლა აქამდე ეს ქცევა სტრესის დროს ის გახდებოდა თუ არა თამბაქოს მომხმარებელი. ცხადია, რომ თამბაქოს და ნიკოტინს გააჩნია სედატური, დამამშვიდებელი მოქმედება ნერვულ სისტემაზე, თუმცა დღევანდელი წარმოების სიგარეტზე განსაკუთრებით ის იმდენად ქიმიური ნივთიერება უფრო არის ვიდრე ბუნებრივი, რომ ზუსტად რომ შეიძლება დღეში 4 კოლოფი მოწიო, რომ სტრესს გაუმკლავდე. ამდენად შეიძლება მისი ჩანაცვლება სხვა საშუალებებით თუ სტრესული ვითარება არის და აქ დომინანტი ცვლადი და წამყვანი ფაქტორი მაინც საზოგადოების მხრიდან ამ ქცევის პრესტიჟულად წარმოჩენა არის. თქვენ წინაკლებებსაც გაეცანით, ну დრო და დრო ასეთი კვლევები საქართველოშიც სტარდება. როგორ გონიათ მაინც სიტუაცია უკეთესია დღეს, ვიდრე ვთქვათ, არ ვიცი 5-10 წლის წინ თუ არა? სიტუაციის კანონების მხრივ გაზაფხულზე მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს დახურულ დაწესებულებებში და სასწავლო დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას, ასევე კრძალავს თამბაქოს რეკლამირებას, სპონსორობას, ეს მაკროეკონომიკური ფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, რომელიც სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე და დააწესა შეზღუდვა, რამდენადაც ადამიანი როცა ყალიბდება, აი სხვადასხვა ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ, ვებერს აქვს ასეთი იდეა, რომ საზოგადოებას უჯობს აღიაროს მიღმიერი ძალების ნიშნულობა საკუთარ ინდივიდუალურ ცხოვრებაზე, ვიდრე აღიარეს საზოგადოების ძალა ინდივიდზე. ინდივიდი როცა იბადება, ის საზოგადოების ქცევას აღიქვამს როგორც აპრიორულად ჭეშმარიტ და ობიექტურ ქცევას და შემდგომ შემთხვევებში იწყებს უკვე მის კრიტიკას. მაგალითად, ამ შემთხვევაში კრიტიკა დაიწყეს ახალგაზრდებმა, როცა მათ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, ზოგიერთს თმისთვენა დაეწყო, ზოგიერთს ფილტვების პრობლემები და სწორედ ამ კრიტიკულ ვითარებაში შეამჩნიეს, რომ ეს არც თუ ობიექტური ჭეშმარიტება იყო და არ წარმოადგენდა მაინც და მაინც სწორ ქცევას. კი, მაგრამ ალბათ სახელმწიფოსაც მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ გარდა კანონების შეცვლისა თუ გამკაცრებისა, ქვეყანა სადაც არ არის აუზები, ან თუ არის აუზები ძალიან ძვირია, სპორტული დარბაზები, ბაღები და პარკები რო არა გვაქვს უკვე, ეს ხო ფაქტი არის. ანუ რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა, რითი უნდა იცხოვრონ, როცა არიციან საღამოსად წავიდნენ, არ ვიცი, აი სპორტზე რო აღარაფერი ვილაპარაკოთ, ხო ისევ რჩება რა სიგარეტი, როგორც კომუნიკაციის საშუალება საზოგადოებაში. ეს არის საზოგადოება რა წარმოვიდგინოთ თლიანი ფუნქცია და ახალგაზრდები როგორც ამ ფუნქციური ორგანიზმის უჯრედები, ეს ან პირიქით უჯრედები გააჯანსაღებენ თლიან ორგანიზმს, ან პირიქით თლიანი ორგანიზმი დაიმორჩილებს იმ უჯრედებს საკუთარ პრინციპზე. კეთილი, შეუძლია თუ არა ჩვენს რადიო მსმენელს გაეცნოს თქვენს კვლევას? კი, შეუძლია. Facebook-ზე? კი, Facebook-ზე შეუძლია და დაგუგლის შემთხვევაში ჩემს სახელს დაგვართ თუ დაგუგლავთ. დავით ნემსაძეს თუ დაგუგლავთ, თამბაქოს მოხმარების დაწყების მიზეზები ახალგაზრდებში, ასე ქვია ამ კვლევას, რომელიც ბატონმა დავითმა ბატონ თენგის ვერულავასთან ერთად ჩაატარა, ბატონ თენგისაც ძალიან დიდი მადლობა. რა ვიცი, ამით მინდა დავასრულო გადაცემა და წარმატება გისურვოთ მომავალ კვლევებში. ხო, აპირებთ რომ გააგრძელოთ ამ თემაზე მუშაობა თუ იცით რა არის, ამ თემით სხვა მედია საშუალებებიც დაინტერესდნენ, მაგრამ მე როგორც სოციოლოგი არა მხოლოდ ამ თემით, არამედ რიგი სხვა მიმართულებებითაც ვინტერესდებ, მაგრამ რაც შეეხება ამ კვლევას, მინდა აღნიშნო, რომ ეს კვლევა თენგიზმა გამოაქვეყნა ქართულ რეფერირებად ჟურნალში ჩათვლის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, თუმცა ჩვენ ვაპირებთ ამის ინგლისურ ენაზე თარგმნას და შემდგომ ეს გაიგზავნება უცხოურ
უცხოურენოვან რეფერირებად იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში და უცხოელებით შეძლებენ ამ თვისებრივი კვლევის უცხოურენაზე გაცნობას. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ კვლევის მიზანი იყო იმ თვისებების გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში. ამით სრულდება გადაცემა საუბარი თავისუფლებაზე, რომელიც მიმყავდა მე გოგი გვახარია, სტატო ჯინჯიხაძე იყო დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. ხვალამდე.